ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება გორში სამოქალაქო აქტივისტის გატაცებისა და ცემის საქმეზე. ვახო ფიცხელაურს ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ამბობს, რომ ისინი თავს საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ, მანქანით გაიტაცეს, ცემეს და ტელეფონი წაართვეს. თუმცა მან მალევე მოახერხა გაქცევა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები. დაშავებულს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გაუწია. ამის შემდეგ ვახო ფიცხელაური გამოკითხვაზე გორის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფიცხელაური მომხდარს მის სამოქალაქო აქტივობას უკავშირებს. მანქანა დაქორწინდა დასვა და ის გარეთ ჩემი მანქანა დავხუქე და უნდა გამოსულიყავი რა. უკან ეყენა მარშრუტკა იქ ფურგონი. მე ხო არ ვიცი ვინ არის. თხოვე რომ გავეტარებინე რა გადმოვედი მანქანიდან. მოწოლა მთხოვეს რომ ვერ მიდიოდა რა. როდესაც დავაპირე მიწოლა. უცბად ორგანიზებულად ჩამოვიწვეს მასკები და ახადეს ფურგონს და შემტენეს საბარგულში გამიტეს. დაგეგმილა და ორგანიზებულად გააკეთეს ყველაფერი. აქ უბრალოდ ბოლომდე გეგმის მიხედვით ვერ შეასრულეს, რადგან გზაში მემუქრებოდნენ რომ უნდა მოვეკალე, სახეზე უნდა დავემახინჯებინე და სახეზე მალავდი მაქსიმალურად სახეს. სადღაც აქ 1 კილომეტრიც არ არის, აქედან მოკლეებზე და აი მაქსიმუმ 1 კილომეტრი იყოს ის ადგილიც, სადაც გააჩერეს მანქანა. ცოტა ცარიელი ადგილია, მინდორია, განაპირა მხარე რა. ხო და მორმა რომ ცემა გზაში გააჩერა და ალბათ მესამეც რომ ცხოვრიც უნდა დახმარებულიყო კიდე შემცემაში. და ახადეს უკან საბარგული რა. საბარგული რო ახადეს. უკვე მე იმდენი მცემეს გზაში რომ გული იჯერეს და ვერ წარმოიდგენე რომ მე რამე ისეთი ჯანი მქონდა რომ რაღაცა წინააღმდეგობის გაწევას დავიწყებდი რა. არ გამიწევია არანაირი წინააღმდეგობა რომ შემაგდეს მარშრუტიდან. ზედმეტიც არაფერი მithია რა გზაში ცემდნენ აზრი არ ქონდა რა. ხო და უცბად მოახერხე იმდენი რომ ერთი ფეხი დაბლა ჩამოვყავი ახდილსაბარგულიდან რა. მე თან დავიწყე ყვირილი და თან ანუ ძალაობა რომ დავსტომიყავი ხელიდან და ყვირილი რომ დავიწყე. აი რაღაც დისტანციაზე სახლები ჩანდა რა და თან უკვე ახალი შებინდებული იყო და ყვირილი რომ დავიწყე. უფრო თითქოს შევატყე რომ შეეშინდა და დაუსხდი რაღაც მომენტში ხელიდან და რო დაუსხდი უფრო მოუმატა მე იქ ვიღაცა მეთქოთში შუქიანთო თან და ისინი დაფრთხნენ ეგრევე და გაიქცნენ. რას უკავშირებდა რა 2 თვეა უკვე ყოველი თითქმის რუსთაველზე ვარ. ფაქტია რომ რაც გააკეთეს სახლებშიც მიუვარდნენ ქუჩაშიც დახვდნენ გაიტაცეს ცემეს ზუსტად ანალოგიური ფურგონით ჩემო მაშინ დავხდნენ გამიტაცეს და გამისწორდნენ რა რას უნდა დაუკავშირო თქვენ დაუკავშირეთ რასაც კი ყველაფერი რაც ქონდა საფულე მობილური ტელეფონი უსასმენი რომელიც ერთი წელი გადამშა და ესეთი შემთხვევით სახლში დამშა და მაგით დამშა და სახლის და სამსახურის გასახმარებლად